მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე მარინე გიგინეიშვილი ვარ, ეს დროა ჩემი საავტორო გადაცემა და დღეს ჩემი სტუმარია ბატონი ბაღათერ არაბული. ბატონი ბაღათერ არაბული, მას თქვენ კარგად იცნობთ, მწერალთა კავშირის თანაწინდომარე, არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, გალაკტიონ ტაბიძის პრემიის, ილია ჭავჭავაძის პრემიის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ყველასთვის საყვარელი პოეტი სახელობის პრემიის ლაურეატიც. აი ეს არ ვიცოდი. პატრიარქის სახელობის პრემიის ლაურეატი. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოგზავნით. ვიცი რომ ძალიან დაძაბული და ესეთი დღეები გაქვთ, საქმით გაჯერებული როგორც ყოველთვის და აი ახლა მინდა რაც თქვენ თქვით, რაც თქვენ ბრძანეთ, პატრიარქის პრემიის ლაურეატი. როდის გახდით? რაში მიიღეთ ეს და რა განცდა იყო, როცა ასეთი დიდი ადამიანის სახელობის პრემიას იღებ. აი ეს მინდა გაუზიარო მაყურებელს. მოგესალმებით, ქაბატონო მარინე, დიდი პატივისცემით. მადლობა. დიდი სიყვარულით მიხარია თქვენს ტელევიზიაში მოსულა, მივესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს და უნდა აღნიშნო, მე ყოველთვის როცა გამოვდივარ თქვენთან, ყოველთვის ხაზგასმით, რომ ამ ტელევიზიაში მოსვლა მიხარია, იმიტომ რომ ეს არის ტელევიზია ქართული. თვითონ სიტყვა ქართული გეუბნება, რომ იქ ქართული სული დიდაცებს და პირველ რიგში უნდა მიხვიდე. მე ყველა ტელევიზიას პატივისცემ თავის ცხადია, ზოგთან უყვარს სიარული, ზოგთან არა, თავის ეს ჩემი პოზიცია, მაგრამ აქ ყოველთვის როცა თქვენ მეძახით, განსაკუთრებით თქვენ. თან როგორი გულით გეძახ. მე ყოველთვის მოვდიო დიდი სიყვარულით. მადლობა. და მინდა ყველას ხო იგივე ეს არ უთხოვია ქაბატონ მარინეს, მაგრამ ეს ჩემი პირადი თხოვნა, რომ ბიზნესმენებმა, საქმის ხალხმა, რომლებიც ფიქრობთ ქართული სულიერების, ქართული კულტურის, ქართული გენეტიკის გადარჩენაზე, ყურადღება მიაქცევთ ტელევიზია ქართულს და დაეხმარეთ მას, მაგალითად მისი დახმარება ნიშნავს, რომ თქვენ ეხმარებით საქართველოს და ეხმარებით საქართველოს მომავალს. მადლობა ნამდვილად. გაიხარეთ. აი პრემიას, პატრიარქის სახელობის პრემიას. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოხატო ჩემი დიდი გულის ტკივილი, რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენ წავიდა უბრალოდ არ დაგვიკარგავს ის პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს აძლიერებდა, სულიერად ამტკიცებდა და მოიყვანა დღემდე. ილია მეორე პატრიარქ ჩვენ ილია მეორე არ ვიცი დღეს საქართველოს რა იქნებოდა. სწორედ ილია ჭავჭავაძე კიდევ წამოსდა, მაგრამ სწორედ ილია ჭავჭავაძის იდეები რაც იყო იმ პერიოდში, აი იდეების გაგრძელების ერთ-ერთი დამცველი და მთავარი დამცველი იყო ჩვენი პატრიარქი და მართლაც საოცარი წლები ქონდა ჩვენ მთელ მსოფლიოში მოიშალა ფაქტობრივად ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ ერთგვარად, რა თქმა უნდა ბოლომდე არა, მაგრამ დამოკიდებული და ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი რელიგია იყო აყვანილი უმაღლეს დონეზე და ეს ნიშნავდა იმას, რომ ქართული სულიერება, შინაგანი წყობა, დამოკიდებულება ყველაფერი ეროვნულის მიმართ იყო გამტკიცებული. ეს ამაში უდიდესი მოძღვრე სწორედ ჩვენს პატრიარქს და მე წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობები საპატრიარქოსთან, ჩემს მეუფეთან, მეუფე თადეოსთან ერთად ჩვენ ხევსურეთში, ბარისახოში და შატილში ავადგინეთ, თქვა მე არ ამიშენებ, მაგრამ მე ვახდეთ ამ მეუფე თადეოს, როდესაც ბარისახოში და შატილში საძირკველი გაიჭრა პატარა ეკლესიების, ბაზილიკური ტიპის ეკლესიების მშენებლობა. აი იქიდან მოყოლებული ასევე ნარიყალაზე ჩემმა ჯგუფელებმა მე სამშენებლო ფაკულტეტი დაამთავრე, პარალელურად სწავლობდი უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე და სამშენებლო ფაკულტეტის ჩემმა ჯგუფელებმა 1990-იანი წლებიდან დავიწყეთ ნარიყალაზე წმინდა ნიკოლოზის ტაძრის აღდგენა. 97 წელს ჩემ წერილი დაიბეჭდა ლიტერატურულ საქართველოში, სადაც პირველ გვერდზე გამოტანა, რომ ავადგინოთ ნარიყალაზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.
და ხელმოწერებით იყო ბაკურგულუა, რომან გვენცაძე, ჩემი მეგობრები, სხვები და სხვები საზოგადოების წარმომადგენლები და დავიწყეთ ჩვენ მუშაობა. და იქ აი ნარეყაზე ასასვლელ გზაზე იყო თქვენ მოგეხსენებათ იყო ჩაკეტილი მთლიანად მისვლა არ შეიძლებოდა იქ ტერიტორიიდან რამდენიმე ოჯახს პირობი გაუმჯობესეთ იქ ცუდი ისხოდა პირობი და გადავიყვანეთ სხვა ბინებში 7 ოჯახი გავიყვანეთ იქიდან და გზა რო გაგვეჭრა დაგვიყვანა ნარეყავაზე აი ნარეყალის მშენებლობაზე ტაძრის მშენებლობაზე ჩვენი პატრიარქი ხშირად ამოდიოდა მისი ლოცვა კურთხევი დაიწყო ტაძრის აღდგენა იქ ფაქტობრივად საძირკვლის გარდა არაფერი არ არსებობდა საძირკველი ეს იყო მიწი დაფარული 1000-ობით ტონით მიწა ავიტანეთ იქ კედელი გავჭერით და აი ამ პერიოდიდან მოყოლებული პატრიარქთან ურთიერთობა ჰქონდა და ის პროექტის რომელიც შედგა თქო საპატრიარქოსთან შეთანხმებით ხევსურეთში ბარესახურში და შატერში ბაზილიკური ტიპის ეკლესიების მშენებლობა იმ პროექტზეც მიწევდა მე თქვათ მისვლა საპატრიარქოში და ურთიერთობები იმ პერიოდში ცხეთანთიანეთის გუბერნატორი გახდა კვაბუჩუკური შესანიშნავი პატრიოტიკაცი მამულიშვილი და ისაც მხარში გვედგა ჩვენ ამ თვალსაზრისით და აი აქედან დაწყებული თქვენი ურთიერთობა პატრიარქთან და ურთიერთობები და უბრალოდ შარშან წინ თქვათ მოხდა პრემიის გადმოცემა და ეს იყო ჩემთვის მოულოდნელობაც და იყო რა თქმა უნდა თავის თავსხად დიდი აღფრთოვანებაც რადგანაც ჩემი სულიერი წყობა სწორედ ამ მიმართულებით იყო არის მიმართული და იყო ყოველთვის და მადლობა უფალს მადლობა პატრიარქს მადლობა მათ ვინც ეს გაიაზრა და ამისათვის მე ვიტყოდი რომ მე ბედნიერი კაცი ვეგანაც ასეთი პრემია მაქვს ეს პრემიები თავისთავადია კარგი და ძვირფასია მაგრამ საერო არაერთი მაგრამ ეს რაღაცნაირად სხვა მადლითაა და დღეს ერთი რამ მინდა ვთქვა რომ პატრიარქის გარდაცვალებით არაფერი არ იკარგება და არ ხდება რადგანაც მარადიულია სულ ზეციურ საქართველოში ავიდა ზეციურ საქართველოში ჩვენ დაახლოებით ეს ჩემი გამოანგარიშები და მე ლექსიც მაქვს ჩემ წიგნში 300 მილიონი ქართველი ცხოვრობს ზეციურ საქართველოში ის 300 მილიონი ქართველის მლოცველი გახდა ზეციურ საქართველოში და მათი მფარველი გახდა და იქიდან ჩვენი მფარველი იქნება ყოველთვის და ჩვენზე ილოცებს და ეს არის ჩვენთვის დიდი იმედის და დიდი რწმენაც რომ ჩვენი ერი გადარჩება. აუცილებლად გადარჩება. აი გარდა ამ პრემიისა გალაქტიონ დავიძის პრემიის ლაურეატი ხართ. მე თქვენგან მომისმენია რომ გალაქტიონი იყო ის ადამიანი რომელსაც რაღაცნაირად ის პოეტი ბაძავდით თითქოს ხო თქვენი აი როგორ მახსოვს და როგორ ვიცით თქვენ შესაძლებელი იყო ბავშვობიდან და ხოდაი ბაძავდით და მე ამან ბაძავდი რუსთაველს ბაძავდი ბავშვობას და ბაძავდი გალაქტიონს არა ჩვეულებრივი აგირჩევია მე 9 კლასში რო ვიყავ პრეტენზია გამიჩნდა პოეზიაში გალაქტიონს აქვს რომ როგორც ერთია ქვეყანა მთელი ის ერთია გალაქტიონი და მე გავაკეთე რა ქვია მე კლასში ვარ და პროდო ამბიციები გამიჩნდა უკვე დიდი პოეტობის და გავაკეთე მაშინ ასეთი პატარა ლექსი პოეზიაში მომაქვს ნათელი ძალამთებული და არაგული როგორც ერთია ქვეყანა მთელი ისე ერთია დღეს არაგული ნახე რა ამბიციები გაჩნდა შეგვასწავლებელი ასწავლებელი კარგი მასწავლებელი ყავდა ქართულის რუსუდან ბანსური ეძებნოდა ძალიან ნაადრევად გაგიჩნდა დიდი პოეტის პრეტენზიებია საბედის მონახებია და კიდე სადოხეც ხელს კოჭებში ეთყობაო ხო ესეც არის არა ხო იწყებდით კარგად და აგერ მართლაც და როგორი დიდი პოეტია გალაქტიონს არის მაგრამ ესე ბაძავდი და სულიერად იწყებია ჯობია ასეთ პოეტს მიბაძო ვიდრე მისაბაძე არ ყავდეს არავინ ნამდვილად აი ხევსურეთი თქვენ ხევსურეთში დაამთავრეთ ხევსურეთის სკოლა ინტერნატი დაამთავრე სკოლა ინტერნატი სხვათა შორის უნდა ვთქვა რომ ხევსურეთის სკოლა ინტერნატმა ბარასახ ძალიან ბევრი ისორი ადამიანი და ბევრი ახალგაზრდა აღზარდა და იყო განათლება იყო მაღალ დონეზე ძალიან მაღალ დონეზე ჩემ პერიოდში ბარასახის სკოლა ინტერნატში სწავლობდა
300 ბავშვი მეტი 300 ბავშვი მეწამოიდგინე როგორი დასახლება იყო ხო და რამდენი დასახლება იქნებოდა თქვენ წარმოიდგინეთ ჩემ კლასში იყო და 25-26 ბავშვი ვიყავით ჩემ კლასში დღეს ბარისახოს სკოლა-ინტერნატში სწავლობს სადღაც 50 ბავშვი სკოლა-ინტერნატში როგორი კლება თითო კლასში თითო ბავშვი არის მარტო პირიქით ხევსურეთში შატილში იყო სკოლა 8 წლები იყო და იქ სწავლობდა სადღაც 20 ბავშვამდე ეხლა როგორც მე ვიცი იქ არის 5 ბავშვი თუ 6 ბავშვი იქ ზევით კიდე იყო დაწყებითი სკოლები ხახაბოში ზევით 4 წლები და ისინი საერთოდ დახურულია თვითონ აი სკოლებში მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით ჩანს რა უბედურებაში არის დღეს ხევსურეთი. ფაქტობრივად ხევსურეთში ახალგაზრდობა აღარ არის, სოფლებში დარჩენილია მოხუცები, ესე იგი ამ ახალგაზრდების მშობლები, ახალგაზრდები წამოსულიან ამ თბილისში სწავლობენ, სადღაც მუშაობენ და ხევსურეთი როგორც ერთგვარი ჩიხია გეოგრაფიულად რაღაცნაირად იგივე ყაზბეგ თავისი გასასვლელი აქვს და ის რუსეთს უკავშირდება და იქ ტრანსპორტი მოძრაობა არსებობს საწდება და ხევსურეთში თქვათ როგორც კიდე თოვლი ჩამოდის პირიქით ხევსურეთი დეკემბერში უკვე დაკეტილია იგივე ხევსურეთში მარტამდე და მარტის ბოლომდე საერთოდ თოვლი იყო წინა დღეებში ხევსურეთის მთებზე ერევალზე იყო ჩაკეტილი და გადასვლაში ერთადერთი ვერტალიოტით ხდებოდა და ხდება დღესაც მიმოსვლა. ამიტომ საჭირო არის რომ აქედან შემიძლია კიდევ იმედია რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც უსმენენ ზოგჯერ მაინც თქვათ ქართულ ტელევიზიას რომ უნდა დიდი ყურადღება მიექცეს ასეთ ტერიტორიებს, ასეთ რეგიონებს, რადგან ეს რეგიონები დემოგრაფიულად თუ დაიცალა და ეს ტერიტორიები აღმოჩნდა ასე ვთქვათ დაუსახლებელი ძალიან ადვილი მოსავალნელია გადმოვიდეს უცხოელი შინოკავკასიიდან, რუსეთიდან და დაიკავოს ჩვენ ტერიტორიები. თქვენ გახსოვთ ალბათ შატილში ეს გახმაურებული პრობლემა იყო, შატილში არის დასახლება ფიჭვნი ჰქვია ტერიტორიულ ადგილს, შატილის ზემოთ. იქ რუსებმა გადმოწიეს თავისი სასაზღვრო შენობები და იმ ფიჭვნში ჩადგეს პირდაპირ სოფელში, სადაც შატილელების საზაფხულო საძოვრები იყო. და ასე მოხდება სხვა დროსაც, რა თქმა უნდა, ეგ არავინ არ ცხოვრობდა. ჩვენ რუსებისთვის არ გვითხავს რომ ზე გადადით უკან დაბრუნდეთ, რომ შევეწავიდნენ და კაცმარეცის რა მოხდება, მაგრამ ასე სათუ არ უნდა გახადო შენ ტერიტორიის პატრონობა, ამიტომ ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სასაზღვრო რაიონებს, სასაზღვრო ტერიტორიებს. აი რაიონებს რომ ესე იგი ის ტერიტორია ყველაზე მეტად აქვს გამაგრებული. თქვენ მოგესალმებით გავიგებთ რომ უცხოეთში იგივე იქ მაცხოვრებელი საზღვრის პირზე მაცხოვრებელი ითვლებიან მესაზღვრეებად და მათ ხელფასები და პენსიები აქვთ გაორმაგებული. განსხვავებული ხევსურეთში თქვა მთის მოსახლე ვინც 1000 მეტრზე ზევით ცხოვრობს 20% ემატება ხელფასი და პენსიაზე. მაგრამ 20% რო გადავთვალოთ არაფერი არ არის. ეს არის კაპიკები. ამიტომ იქ ნახევარი ხელფასით მეტი მაინც უნდა მიეცეს უცხოეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში და სხვაგან არის მესაზღვრის ასე ვთქვათ სტატუსით მაცხოვრებელი სოფლები და ოჯახები და მათ ეძლებათ ორმაგი ხელფასი, ორმაგი პენსია და ეს ხალხი ამიტომ არის და აქვს მოტივაცია გაჩერდეს იყოს იქ ამიტომაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციო და ერთი წმინდა მოგეთხრა ქალბატონ მარინე ესე იგი პატრიარქმა აი წლებში რამდენიმე 10 წლის წინ ალბათ გამოაცხადა რომ საქართველოს მიმართა მომეცით ყოველწლიურად 5 მილიონი ლარი და მე ხევსურეთში, მთიულეთში, ყაზბეგში ოჯახებს 40 წლად დავასახლებ 50 ოჯახს, ახალგაზრდა ოჯახს. ძალიან ჩადებული ჰქონდა იდეა რომ იმ ახალგაზრდა ოჯახებს სახელმწიფოს უნდა ეშენებინა სახლები ეშენებინა და მათთვის ოჯახები შეეძინა საფონელი, ძროხები, ასე შემდეგ სხვა რაღაცები და მიეცათ ამ ოჯახებისთვის მცირედი დახმარება სტიპენდია დაერქმეოდა თუ ზრდას დაერქმეოდა. ყოველ შემთხვევაში და
ეს არის სააგაშვილის პერიოდში დაიწყო ეს, მაგრამ მაშინ არ გაკეთდა არაფერი და შემდეგ მე ამაზეც და გამოაქვეყნე წერილი იყო გამოქვეყნებული რესპუბლიკაში, გამოქვეყნებული დასავალშიც, რომ ამისთვის დაეჭირათ მხარი 50 ახალგაზრდა ოჯახის დაბრუნება ნიშნავდა ხევსურეთში, მთიულეთში, ყაზბეგში, ხევში სიცოცხლის დაბრუნება. სოფლის დაბრუნებას და სოფლის დაბრუნება ნიშნავდა კუთხის გაცოცხლებას. მე რებას მიბაძავდნენ სხვებიც და ისინი მოვიდოდნენ, დაბრუნდებოდნენ, დღეობა გაიმართება იქ ბავშვი იქ რომელიც დაიბადება, იქ თუ ბარისამოს სკოლა ინტერნატი არ გაიარა და არ დაამთავრა, ის ნამდვილი ხევსური არ არის. თუ იქ სოფელში არ გაიზარდა, თუ მან არ ეცის სად არის ჩილეების ბუდები, სად არის მარწყვის, სიყვარული არ ექნება და შენ ბავშვებიდან, რომელიც ჩვენ ზეპირად იცოდით, მე ვიცოდი რომ შემოდგომაზე სად მოდიოდა პირველ რიგში ბალი, სად მწიფდებოდა, მარწყვის სად მწიფდებოდა, ყველაფერი და ახლაც ბავშვებს მოსწრებაზე ვიყავ. ასე რომ აი ბავშვები ასეთი ცნობიერებით, ასეთი სიყვარულით არ გაიზარდნენ, ისინი ყოველთვის ავდნენ ხევსურეთში როგორც ტურისტები, მშობლების შვილები, რომლებიც ხევსურეთში დაიბადნენ. მათი ტურისტებმა დაასრულა ჩვენი შთამომავლობის არ ნიშნავს კუთხის დაბრუნებას. ამიტომ იქ უნდა დაიბადოს, იქ უნდა გაიზარდოს, თავის დავაცხადიეს, სკოლაც იქ დაამთავროს და თავისი ბავშვებიდან მოყოლებული უნდა იყოს შეყოლებული კუთხეზე. ასე გადარჩევა ჩვენი საქართველო. ისე თქვენ ამბობთ რომ ეს პროექტი, ეს იდეა უნდა გაგრძელდეს, უნდა განხორციელდეს და ჩვენითა უნდა კვლავ აივსოს ადამიანები, ხმები, კიდე მოუწოდო ხელისუფლებას რომ ეს იყო შესანიშნავი იდეა ჩემო ძვირფასებო და პატრიარქის ასე ვთქვათ მითითებით, ახლა მე არც მახსოვდა, არც ვიცოდი რომ ამაზე ველაპარაკო, მაგრამ როგორც ჩანს არის ის სულიერი კავშირები და აი ახლა მომბრალდი გამახსენდა ეს და ამიტომ წამოვყენე ეს იდეა რომ აუცილებელია ამგვარი პროექტები განხორციელდეს ჩვენს მთებში, რადგანაც ეს არის მთების გადარჩენა და ეს არის საქართველოს გადარჩენა. და მე აქედან მოყოლებული მაშინ წავეკითხე ერთ ლექსს ძალიან კარგი იქნება. რომელშიც არის ჩვენ ქართული პატრიოტული სული ეს თემა და საერთოდ თემაც ქართული სისხლი. ჩვენი სისხლი ხომ უნდა ყველგან იყოს მთაში, ბარში, საზღვართანაც და ასე შემდეგ და თუ ხალხი არ იქნა ქართული სისხლიც არ არსებობს. კი ბატონო. ქართული სისხლი დასაბამიდან მოსვენება აღარ აღირსეს, ვარად დაღვარეს, დააქციეს, დაანაკლისეს, უცხო მხარეში წვეთწეთობით გაასაჩუქრეს, მალვით გაყიდეს, გაახასეს, გაამამლუქეს, ათასჯერ ჯური შეუცვალეს, ჩაწვეს, ჩავალფეს, სხვა ხატღმერთები დაუხატეს, მერე თაღექვეშ, ცრევით ატარეს ნარეკლებზე დარში, ავდარში, მაგრამ მოვედით, უფლისნებით მაინც გადავჭით და მოიყოლეთ იმ წვეთწეთის მცირე წვეთწვეთი, თან მოვდიოდით, თან დაკარგულ გზაგზაბეძებდით, კვლავ აღვიოდით, კვლავ ანთებდით, კრებდით, ვავსებით, თბილად ფუთავდით, თქვენ ზარღვებში ლურჯი ხაზებით, გადავარჩინეთ 3 მილიონ კაცში დავმალეთ მის ჰემოგლობინს და მის დროეს სინჯავთ მალმალე, კოლბებში ვასხამთ, ვახარისხებთ და ყოფთ ჯგუფებად, ქარის ქროლას ვგრძნობთ როგორ ღვთის და იქუფრება ან გრიგალის წინ როგორ ღელავს, როგორ იმღვრება, ძაღლებს საფეთქლებს, ეხეთქება ბრძოლის სიმღერად, მოდის, მოშხუის, მოთხარუნობს გზებზე ცხენივით, ქართული სისხლი ძილს და სიკვდილს გადარჩენი. არაჩვეულებრივი. როგორ მოდის ესეთი ლექსები? როდის მოდის ესეთი ლექსები? დღე მოდის, ღამე მოდის, რაღაც ემოციის შემდეგ მოდის, სიზმრის მერე მოდის, ცხადის მერე მოდის. როგორია ესეთი არაჩვეულებრივი სტრიქონები, როგორ მოდის, მოკვდავდა? რომ მე არ ვიცი ის კარგი ლექსი გამოვა თუ როგორი გამოვა, რომ განწყობილება მოდის, ამ განწყობილებას ქმნის ამ ტკივილი, ან სიხარული, ან სიყვარული და ასე შემდეგ და აი განწყობილიდან გამომდინარე ის მუხტი, როდესაც ჩნდება, ხო, ის მუხტი შენ გონებაში, შენ სულიერებაში ახდენს ერთგვარ რეაგირებას და ამ რეაგირების შედეგად იქმნა ეს ლექსი და ამას მიაღწევ ლექსი თვითონ წერს, როგორც ამბობდა, ლექსი თვითონ წერს ჩემი სოციალურ ლექსს. ამ ლექსს უწოდებენ მოვარდი მეწყერს, მომალიტანს და გონებს. ასე არის ასე რომ ჩვენ პოეტები და ყოველ შემთხვევაში მეტნაკლებად ვცდილობ რომ რაღაცით
მეკნასწრებოთი არა ძალიან მიყვარს თქვენი ლექსები და მე მგონი სრულიად საქართველოს უყვარს. დიდი მადლობა. აი როცა ეხლა მე თქვენ გთხოვეთ მოსვლა და ჩემ სტუმრობა ძალიან დაკავებული იყავით, ხა პრაქტიკულად თქვენ წერათა კავშირის თანათავმჯდომარე ხარ და ბუნებრივია თქვენ ბევრი საქმე გაქვთ რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით ეხლა გაქვთ ისეთი პერიოდი, რამდენადაც მითხარით, როცა საერთაშორისო კონკურსი ტარდება და ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამავდროულად ძალიან სასიხარულოა, ძალიან პრესტიჟულია. აი გთხოვთ ორი სიტყვით აი ამ საერთაშორისო კონკურსის თაობაზე უამბოთ ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. მოგესალმებით საქართველოს მწერალთა კავშირი არის ისტორიული ორგანიზაცია და ერთ-ერთი ძველი ორგანიზაცია მთელს ევროპაში და ეს არის მეთოდი არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ორგანიზაცია. ჩვენ შეგვიძლია რომ თუნდაც ამითაც ვიამაყოთ ევროპაში რომ საქართველოში მაშინ როდესაც ზდევდნენ ევროპაში და ცეცხლზე ვთქვათ სხვა პროტესტანტები და ესენი ერთმანეთს, მაშინ საქართველოში შექმნებოდა დიდი მწერლობა, იყო დიდი მწერლობა, დიდი კულტურა და აქედან მოვდივართ ჩვენ და საქართველოს მწერალთა კავშირის მიუხედავად იმისა, რომ დღეს მაინც და მაინც განადგურებული არ ვართ ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ მწერალთა კავშირის როგორც იგივე ჟურნალისტთა კავშირის ხო, ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელს ხელფასები არ გვეძლება. არა ჩვენ ხელფასები, ჩვენ სხვაშორის ჩვენ ხელისუფლებასთან მივედით და ესეც მინდა გაიგოს იგივე ჩვენმა ხელისუფლებამ და საჯაროდ მინდა ვთქვა რომ ჩვენ ვიყავით წინა საარჩევნო მიწვეული პარლამენტში, ვიყავით მიწვეული და ჩვენ იქ უთხარით ჩვენს მეგობრებს იქ პარლამენტში ხელმძღვანელ მწერალთა კავშირის და უთხარით ჩვენ არ მოვითხოვთ დიდ ხელფასებს, არ მოვითხოვთ თქვათ დიდ დაფინანსებას. ჩვენ მოვეცით ერთი პარლამენტარის ხელფასი მთელ მწერალთა კავშირის შემადგენლობას. თავისი ხელმძღვანელებიდან იქ არის კომპიუტერებს სამუშაო, იქ არის კანცელარია და ასე შემდეგ. ერთი პარლამენტარის როგორი მოგზაურული თხოვნა ხელფასი მოვეცით. ეს იყო თხოვნა და დღესაც მინდა მიმართო ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ გვისვენს იგივე ჩვენ პარლამენტის ხელმძღვანელობას, იგივე მთავრობას, იგივე ირაკლი კობახიძეს, რომელიც თვითონ წერდა და არის შემოქმედი პიროვნება არის და მისი მამა ცისკარში მუშაობდა, მე თქვენ რედაქტორიც ვიყავი და ნორმატის რედაქტორიც ვიყავი და მამამისიც მეჯდავდა თავის ლექსებს და თარგმანებსაც ვაშვებს. კობახიძის მამა გიორგი კობახიძეც არის მწერალი და მინდა რომ მწერალთა კავშირს მივაქციოთ ყურადღება, რადგან ეს ჩვენიც ისტორია, ეს ჩვენი ისტორია და ჩვენ ეს აუცილებლად ჭირდება რომ გადავაჩვენოთ როგორც ისტორიული, არამატერიალური კულტურული ძეგლი და მწერალთა კავშირის შემადგენლობა, თუნდაც ის ხელმძღვანელი მეგობრები, რომლებიც არიან იქ, არავისზე ნაკლები არც პოეტები და არც პროზაიკოსები არიან და სხვადასხვა შორის კარი იქნება ჩვენ ვთხოვეთ რომ ერთი პარლამენტარის ხელფასი მიეცით მწერალთა კავშირს ყოველთვიურად და მწერალთა კავშირი უფრო დიდ საქმეებს გააკეთებს. ახლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მწერალთა კავშირი მიუხედავად ამისა ვერ ვთქვით იმას რომ თქვათ კულტურის სამინისტრო ან თბილისის მერია ყურადღებას ავაქცევთ, ჩვენ ვაკეთებთ პროექტებს. ჩვენ შაშანაც გვქონდა საერთაშორისო პოეზიის ფესტივალი, შაშა მონაწილეობდა 12 ქვეყანა და წელს იგივე ხასიათის პროექტი შევიტანეთ ეს ნაწილობდა გვეხმარება კულტურის სამინისტრო, ნაწილობდა თბილისის მერია და უახლოეს კვირებში იწყება ეს ფესტივალი კონკრეტულად. არსი რა არის ამ ფესტივალის? არის ამ ფესტივალის ურთიერთგაცნობა, ურთიერთშემოქმედების გაცნობა და ქართული ლიტერატურის, ქართული მწერლობის პროპაგანდა.
მეტად წარმოჩენა. აქ ჩამოსული ჩინეთიდან, შუა აზიიდან, იტალიიდან, ჩრდილო კავკასიიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ჩვენი მეგობრები, როდესაც ჩვენ თარგმნით, რომლებიც ჩვენ ქართულ ლიტერატურას, ქართულ მწერლობას თარგმნიან და აი ეს ღონისძიება ტარდება და ეს არის დაახლოებით 10 დღიანი კონკურსია და ლიტერატურული ფესტივალი და ეს არის საქართველოს მოიცავს. დასავლეთი, აღმოსავლეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვცდილობთ რომ ჩვენ წარმოვაჩინოთ არა მარტო ჩამოსული სტუმრების შემოქმედება, არამედ ჩვენი მწერლების და პოეტების შემოქმედებაც, იმიტომ რომ აქ პარალელურად ხდება ჩვენი მწერლების, დამსახურებული მწერლების დაჯილდოება პრემიებით, წლის საუკეთესო წიგნის, თქვათ, იქ არის აჯიაშვილის სახელობის პრემია, იქ არის გიორგი ლეონის სახელობის პრემია, იქ არის აკეთებთ რეზო ინანიშვილის საიუბილეო ღონისძიების ჩატარებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი სახე ქართული მწერლობის, მნიშვნელოვანი მცდელობა წარმოჩენის იმისა, რასაც ჩვენ ვქნით შემოქმედებითად და გვინდა რომ ამაშიც კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს, რადგანაც ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ხელისუფლებასაც წევალება და ვალდებული ვართ ჩვენ არა მარტო მწერლები, არამედ ხელისუფლებაც, რომ ქართულ მწერლობას, ქართულ კულტურას შეუწყოთ ხელი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ ნაბიჯებს გადადგამს აუცილებლად, რადგან ჩვენ სულიერებიდან მოვდივართ, ჩვენი მწერლობიდან მოვდივართ, ჩვენი სიტყვიდან მოვდივართ და ჩვენ ყველამ ჩვენი სიტყვა უნდა შევასრულოთ. და ის ახალგაზრდა თაობაც, ერის მოტივაციაც, განათლება, შემეცნება, მისწრაფებები, ყველაფერი ამ სულიერებაზეა დამოკიდებული, ჩვენს ფესვებზეა დამოკიდებული. თუ ეს არ იქნა, პრაქტიკულად არც მომავალი ექნება ქვეყანას, ხომ ასეა? სულად გათახმებით, რომ ჩვენ იქ ახალგაზრდული გვაქვს განყოფილებაც, სადაც ჩვენ ვცდილობთ რომ ახალგაზრდები შემოვიდნენ ჩვენს რიგებში, ახალგაზრდა განყოფილებაც არის და შესანიშნავი, რომ ასათიანის სახელობის კონკურსი გვაქვს ჩვენ ლადო ასათიანის სახელობის ახალგაზრდა მწერლებისთვის, ასე რომ ამ ზრუნას ჩვენ რაც გვევალება, ამას ჩვენ არ ვაკლებთ. აი მწერალთა კავშირი არაერთ საინტერესო ღონისძიებას ატარებს, მე არაერთხელ ყოფილი ვარ, დავსრები ვარ სხვადასხვა პოეტის, მწერლის, რა ვიცი, მოღვაწის წიგნების წარმოჩენა, პრეზენტაციები, თქვენი გამოსვლებით, საუკეთესო გამოსვლები, როგორ აფასებთ მათ წიგნებს შემოქმედებას კრიტიკულადაც, ყოველნაირი თვალსაზრისით ერთ სიტყვით, რომ ადამიანს უფრო მეტად გაუყვალოთ გზა, დაანახოთ ცუდი, დაანახოთ კარგი, მისცეთ მოტივაცია და სიხარული, მაგრამ აი საითკენ მივდივარ. ამას თქვენ აკეთებთ რამდენიმე აი ესეთი მოღვაწე, როგორც თქვენ ხართ, თქვენ ხო მარტო პოეტი არ ხართ, არა, მოღვაწე ხართ და ამ სიტყვის სრული და აბსოლუტური გაგებით. აი ლიტერატურულ კრიტიკაზე მინდა კითხოთ. დღეს არის საქართველოში ეს ლიტერატურული კრიტიკა, იმიტომ რომ იყო ნამდვილად და ყავდა საუკეთესო კრიტიკოსები და დღეს რაღაცა ძალიან შემცირდა მე მგონი. პრაქტიკულად ვერც კითხულობ, ვერც ხედავ, ვერც უსმენ ადამიანი ასეთი პროფესიის ადამიანს. ლიტერატურული კრიტიკა აუცილებელი არის და სამწუხაროდ კომუნისტების პერიოდშიც, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ლიტერატურას, მე-13 ასე ვთქვათ, რაც იმასავით იყო კრიტიკა, მიტოვებული იყო, კი გამოდიოდა ჟურნალი, მაშინ კრიტიკა და ჟურნალი გამოდიოდა და თავისთავად ცხადია, მაგრამ რაღაცნაირად უბრალოდ გერივით იყო მწერლობაში კრიტიკა და დღეს განსაკუთრებით საერთოდ კრიტიკული წერილები, ლიტერატურული წერილები ნაკლები იბეჭდება. მაშინაც რატომ ესე იგი ყველაზე ნაკლები გაყიდვის უნარიანი იყო ლიტერატურული წერილების წიგნი და პოეზია თავისთავად ცხადია ყველაზე გაყიდვადი იყო მაშინ და პროზაც თავისთავად ცხადია, მაგრამ ლიტერატურული ეს კრიტიკა და ასეთი წიგნები არ იყო ისეთი მოთხოვნადი და თქვათ ამიტომაც არ გამოდიოდა. დღეს
დღეს არც ჟურნალი არ კრიტიკა იყო ჟურნალი მაშინ და ხალხოს კარგი რედაქტორები ყავდა და ხდებოდა ანალიზი ქართული ლიტერატურის, ქართული პოეზიის, პროზის რა მიმართულებით მიდიოდა, რა ახალი სიახლეები ინერგებოდა უცხოეთში და ლიტერატურას გამქონდათ ნაკლი მიღწევები, მიმართულებები და ყველაფერი. ეს იყო ერთგვარი სტიმული იმისა, რომ დახარისხებულიყო ქართული ლიტერატურა, ქართული მწერლობა. ყველას თავისი ადგილი შეგვიძლია. დღეს თქვენ კარგად ხედავთ რა უბედურება არის ერთგვარად ბედნიერებაცა და თქვა საინტერესოც არის Facebook-ებზე და ინტერნეტში. ლექსის წერალი რომ მომრავლდა და ლექსი რომ არ ჩანს მაინც. წერალი დღეს ფაქტობრივად ყველა ვინც ამუშავებს ლექსებს ძალიან საყვარელს მას თავისი მაქებარი და თავისი გულშემატკივარი ყავს და ყველა არის გენიოსი Facebook-ს დაუჯერებ და ყველა არის გამორჩეული, ყველა არის საუკეთესო და ესე იგი არეული ერთმანეთში ვინ ნიჭიერია და ვინ უნიჭოა. ეს რომ ვიღაცამ ხარისხოს ჩვენ არ ყავს Facebook-ის კრიტიკოსები, არ ყავს წიგნის კრიტიკოსები და ლიტერატორები, არ ყავს პოეზიის განხილველები და ასე შემდეგ. დრო ერთადერთი. ხო, ზოგიერთი რომელიც ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს. პატივს ძალიან რამდენიმე კაცია რომელიც ღირსეულად მუშაობდა ამ მარტივად არ მიდიხარ რომ ჩამოთვალე შეიძლება ვიღაცა გამოჩეს და ამიტომ არიან დღესაც თავის დავაცხადია მათაც ჭირდებათ ხელშეწყობა. შეიძლება მათი წიგნები არ გაიყიდოს, მაგრამ იგივე ჩვენ მივადგებით იგივე ხელისუფლებას, იგივე ლიტერატურის პატრონობის ერთგვარი ფორმების მოძიება აუცილებელი. შეუნდა შექმნა გარემო იმისა, რომ მოთხოვნა იყოს ამაზე, ხო? კრიტიკოს ამ წიგნით შეეძლოს ოჯახის რჩენა და მოთხოვნა იყოს ამ წიგნის გამოცემის. და ერთი რამე მინდა თქვა ჩემო ძვირფასებო, იგივე აზერბაიჯანში, რომელიც საერთო კავშირთან დაიშალა, ხო ჩვენ გამოვიყავით ისე როგორც აზერბაიჯანი, სომხეთი ჩვენს, ასე აზერბაიჯანში მწერალთა კავშირი როგორც ფუნქციონირებდა მაშინ, ისევე ფუნქციონირებს და მწერლებს იქ რადგან წიგნით დღეს პატარა ერები წიგნით და მწერლობით მწერალი ვერასოდეს თავს ვერ ირჩენს. მწერალს უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა. ამ წიგნის ხელს მიეხმაროს მას წიგნის პროპაგანდაში, ან მის გაყიდვაში, ან რაღაც ასეთი ფორმები და აზერბაიჯანში ჟურნალები, ორი ჟურნალი გამოდის, ლიტერატურული ჟურნალი მწერალთა კავშირში, გამოდის გაზეთი ლიტერატურული აზერბაიჯანი, მწერლებს იქ ისევე მეცნიერებს, იმ სფეროს წარმოადგენლებს, რომლებსაც იმ პატარა ერში თავის მეცნიერებს, თავის ლიტერატურით შეუძლია თქვა დიდი თანხების მოძიება და ვიცი ვერასოდეს ვერ იყიდა ვერც მანქანას, ვერც ბინას სახელმწიფო ყველა აკმაყოფილებს ბინით აზერბაიჯანში მწერლებს, მეცნიერებს დააქვთ სტიპენდია. 60 წლამდე მწერლების სტიპენდია აზერბაიჯანში არის $200-მდე, $200-300 და 70 წლის შემდეგ პენსიაზე რო გავა მწერალი თუ არის ღირსეული ყველასა თავის დავაცხადია, ღირსეული მწერალი მას $600 ადეკვატური ეკვივალენტი ეძლევა თანხა და ბინებიც ეძლევა და ასე შემდეგ და შემდეგ. ამგვარი ფორმა თუ ვერ მოვიძიეთ საქართველოში, ყოველთვის იქნება პრობლემა და საქართველო იდგა ყოველთვის სულიერების და იდგა ლიტერატურული, ასე ვთქვათ, პოეზიის, მწერლობის სულიერების, ასე ვთქვათ, ნიადაგზე, რომ არა ვეფხისტყაოსანი, ქართველი ერი დღეს იქნებოდა თუ არ იქნებოდა, კაცმა არ იცის, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი და შოთა რუსთაველი იყო არა იურიდიული კონსტიტუცია, ფაქტობრივად. მორალური კონსტიტუცია, იურიდიული კონსტიტუცია, სადაც ზნეობა, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ყველაფერი მუხლები იყო შეტანილი. აი ამ მუხლებზე იზრდებოდა ეს ხო გადარჩენის ერთგვარი, ასე ვთქვათ, საშუალება და სტიმული პერიოდში. დღეს ეს ყველაფერი მოიშალა
განათლების პრობლემა დგას საქართველოში და ეს ხელისუფლებასაც აქედანაც შეიძლება შევახსენოთ, რომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, იმიტომ რომ სკოლებში მოშლილია განათლების არსებობს განათლების დიდი პრობლემა, სახელმძღვანელოები, შეტანილი ასე ვთქვათ თემები და საკითხები ძალიან ცეკვით საეჭვო მასწავლებლების ძალიან სუსტი ადგილია ეს სასწავლებელში რო არის და რა ხდება და კარად იცით თქვენო ჩვენ დროს თქვენ ახალგაზრდა იყავით მაშინ და მაგრამ მოგვიყვება ძალიან კარად იცით საქართველოში იყო 10 უმაღლესი სასწავლებელი აბა დაახლოებით სოხუმი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, თბილისი, თელავი. თბილისში რამდენიმე იყო თქვათ უნივერსიტეტი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ზოოვეტი, პუშკინი, აი პუშკინის უცხოენების ინსტიტუტი. სამედიცინო ინსტიტუტი. ძალიან 10 უმაღლესი კონცენტრირება იყო. 10 უმაღლესი სასწავლებელი იყო და საქართველოში. დღეს საქართველოში არის 70-მდე უმაღლესი სასწავლებელი. აქედან არის 20 მე მგონია 20 არის სახელმწიფო და დანარჩენი არის კერძო უმაღლესი სასწავლებელი და ფაქტობრივად საქართველოში ახალგაზრდა არ რჩება უმაღლესი სასწავლებელი დამთავრების გარეშე. ვინც მოინდომს ჩაბარებას 90% ყველა ახალ სტუდენტი. და მე ფაკულტეტები აქვს შესანიშნავი ფაკულტეტები დასახლებით საერთაშორისო იურიდიული საერთაშორისო სამართლის ეკონომია სამედიცინო ეგ ჟურნალისტიკა და ყველა მიდის აი ამ ფაკულტეტებს ხო და ყავს ძალიან ბევრი იურისტი და სამუშაო არა ყავს ძალიან ბევრი საერთაშორისო კანონმდებლობის ასე ვთქვათ სპეციალისტი და ეს სპეციალისტები და ნაკლები სამსახური არ არსებობს და როდესაც ახალგაზრდა მიიღებს იურისტის დიპლომს და მიიღებს საერთაშორისო რაღაც კვალიფიკაციას, იმას მე თოხს ვერ ააღებინებ და მინდორში ვერ გაიყვან. იმიტომ რომ იმათ ერთი მშობლები არ გაუშვებენ, რომ ჩემი შვილი უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებულია და ხანაში და იმათში რა ქვია მინდორში როგორ გაუშვო და მე თვითონაც აღარ წავა იქ. ასე რომ ჩვენ აი ამ ახალგაზრდებს სპეციალურად ვძრდით ფუქს ავატებოთ. სპეციალურად მიზან მიმართულად ასე გამოდის საშინელი, იმიტომ რომ არ შეიძლება ახალგაზრდას ასე აურიო გონება რომ ყველა იყოს პროფესორი, ყველა იყოს რაღაც იურისტი და შემდეგ. ჩვენ დროს კარგი გახსოვთ ეს რომ ჩვენ დროს ხშირად სამხას იყო ტექნიკური პროფტექნიკური სასწავლებელი, რომელიც ძალიან კარგი სპეციალისტია. სადაც მშენებლობას სწავლობდნენ, აგურის დადებას ასწავლებდნენ, ყველაფერს დღეს აგურის დამდენ მუშებიც არ აქვს. ჩვენ ლესავებიც აღარ აქვს, ჩამოყავს უცხოეთიდან ჩინელი ჩამოდის აშენებს საქართველოში რაღაც უზარმაზარ შენობას და რადგან სპეციალისტები არ არის საკმარისი, მოყავს ჩინეთიდან. მოყავს იქიდან რა ქვია რუსეთიდან, მოყავს თქვა გერმანიიდან და მე ის ხალხი აქ სახლდება და როქრემა დემოგრაფიული პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთში უკვე ეს გადადის ყველაფერი. ისინი მე აქ ვიდრდებიან აღგნევაში ვაპირებთ ქალაქების აშენებას, არაბული ქალაქების აშენებას, თქვენ წარმოიდგინეთ ეგ რამდენი მუშახელის ჩამოყვანა დაჭირდება იმათ, იგივე იმიტომ რომ ისინი ქართველ სპეციალისტებს არ ენდობიან. ისინი ენდობიან თავის სპეციალისტებს და აქ აღარ არის ეს ეგ კი 1-2 ადგილას როგორც მითხეს გახსნა ის პროფესიონალები, სადაც ეს პროფესიები ისწავლენ, მაგრამ ეს უნდა იყოს წამახალისებელი ფორმით, უნდა ხელისუფლება მაგას თავისი როლი შეასრულოს და მათი დასაქმება ყველაზე დიდი წახალისება იქნება. თუმცა მათ ექნებათ სამუშაო ადგილები. მაგრამ ჩემოწვევი პასუხი თქვენთან ერთად ჩვენ ბევრი პრობლემები წამოვეჭრა ერთ დღეს თუნდაც დღეს ეს ძალიან სასაუბრო ამის გარეშე ყოვლის მომცველი და საინტერესო ლექსი რომ წავიკითხოთ ახლა თქვენი არაჩვეულებრივი კიდევ ერთი ლექსი, რომელიც სამშობლოს, საქართველოს, მის მომავალს ეხება. აი ყველაფერი იმას, რაზე ჩვენ ახლა ვისაუბრებთ. თქვენ ისაუბრებთ. ან რა ვიცი, რაზეც გნებავთ. და საბოლოო ჯამში ყველაფერი ამ თემებთან მიდის. სიყვარულიც, საქართველოც, სამშობლოც, მომავალიც. ისე უბრუნდება ნატანჯი ქრისტე. ცეცა გვინავს და მიწას ზანზარებს
ელვითეშდა მთებზე ავდარი მიდის იესო ისევ ნაზარეთს ჩვენთვის ჯვარცმული და კვლავ მდგარი დამზარულია სივრცის კედლები და სივრცის იგით მოშანს სხვა ხედი შორს კი ნისლებში ელავს ბეთლემი როგორც სამყაროს გადასახედი გადაჰკრავს რიჟას ფერი იოდის ამენ დაიდის სხვა და დაიბზარა და თვით იუდა ისკარიოტელს თავის ღალატი ფითონას ზარავს მიდის იესო და მრელი მისდევს ციდან მოისმის გუგუნის ზარის ისევ ბრუნდება ნატანჯი ქრისტე ო გიხაროდე იერუსალიმ ზესაგვინავს და მიწას ზანზარებს ელვითეშდა მთებზე ავდარი მიდის იესო ისევ ნაზარეთს ჩვენთვის ჯვარცმული და კვლავ მდგარი დიდი მადლობა ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსია შეიძლება ითქვას არაერთია თქვენი ლექსი ჩემთვის ძალიან საყვარელი მაგრამ ეს განსაკუთრებით მიყვარს და მინდა უთხრა ჩვენს მამულებს რომ გადაცემის დამთავრების შემდეგ სწორედ სიმღერა თქვენს ამ ძვირფას ლექსზე შექმნილი დააგვირგვინებს ამ ჩვენს საუბარს აი ჩვენი დრო ამოიწურა მე ვფიქრობ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ძალიან დიდი მადლობა ამისთვის არაჩვეულებრივ ბატონ ბაღათერ არაბულს და დიდი მადლობა აყურებელს არაჩვეულებრივია თქვენი მოსმენა თქვენი გამოცდილების გაზიარება და გააზრება რაც თავარია და შესაბამისი დასკვნების გამოტანა აქედან ჩვენთვისაც ნებისმიერისთვისაც და განსაკუთრებით იმათგან რომელთაც ეს ევალებათ დიდი მადლობა შეხვედრამდე მადლობა შევხვდებით როგორც ყოველთვის ყოველ შაბათს და შაბათამდე მეგობრებო შაბათს 6 საათი ჩვენი შეხვედრის დრო და ადგილი უცვლელია ნახვამდის ზეცაგვინავს და მიწას ანზარებს ელვითეშვა მთებზე ავდარი მიდის იესო ისევ ნაზარეთს ჩვენთვის ჯვარცმული და კვლავ აღმდგარი დაბზარულია სივრცის კედლები და სივრცის იქით მოჩანს სხვა ხედი შორს კი ნისლებში ელავს ბეთლემი როგორც სამყაროს გადასახედი გადაჰკრავს რიჟას ფერი იოდის ღამე დაიმსხვრა დაიბზარა და თვით იუდა ისკარიოტელს თავის ღალატი თვითონვე ზარავს მიდის იესო და მრელი მისდევს ციდან მოისმის გუგუნის ზარის ისევ ბრუნდება ნატანჯი ქრისტე ო გიხაროდე იერუსალიმი ზეცაგვინავს და მიწას ანზარებს ელვითეშვა მთებზე ავდარი მიდის იესო ისევ ნაზარეთს ჩვენთვის ჯვარცმული და კვლავ აღმდგარი დაბზარულია სივრცის კედლები და სივრცის იქით მოჩანს სხვა ხედი შორს კი ნისლებში ელავს ბეთლემი როგორც სამყაროს გადასახედი გადაჰკრავს რიჟას ფერი იოდის ღამე დაიმსხვრა დაიბზარა და თვით იუდა ისკარიოტელს თავის ღალატი თვითონვე ზარავს